ხმაური იყო დღეს კიკვიძის ბაღთან სოციალურად დაუცველ 26 ოჯახს დროებითი საცხოვრებელი ფართები დაატოვებინეს. გადაწყვეტილებას გასახლებულების გარდა უფლებადამცველების პროტესტიც მოჰყვა. გამოთავისუფლების შემდეგ მე-13 სკოლის შენობას დევნილებისთვის ამზადებენ. გამოსახლებულთა ნაწილი კი საპროტესტო აქციების დაწყებას გეგმავს. ათეულობით ოჯახი ღოღობერიძის ქუჩაზე მდებარე შენობაში 9 თვის წინ თვითნებურად შევიდა. ხმაური ღოღობერიძის ქუჩაზე სოციალურად დაუცველების გასახლებას მოყვა. 26 ოჯახმა მე-13 საჯარო სკოლის შენობა 9 თვის წინ თვითნებურად დაიკავა. სოციალურად დაუცველები გასახლების სანაცვლოდ ალტერნატიულ ფართებს ითხოვენ. მამა ჩემი სახლში მე წავიდე და ჩემი შვილები დარჩნენ აქ, როგორ შეუსახლო ჩემს ძმას, ჩემი ქმარ-შვილი გეკითხებით. თბილისელი ვარ და არ ვაპირებ არსად წასვლას. მოვხვდი იმ სიაში, რომლებიც უნდა გაგვასახლო. სად მივყავარ, არა მაქვს თავშესაფარი არსად. გარეთ უნდა დავჯდე და გავათენე. ეს გრძელდება მთელი 9 თვის განმავლობაში. აქამდე არავის არ მოუკითხია, რატომღაც ეხლა გაახსენდათ ამ ხალხის გამოსახლება. ჟურნალისტების შეშობას მოვითხოვთ. სიტუაციის გამწვავების შემდეგ მე-13 სკოლაში დევნილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენელი მივიდა. ეკა გულუას თქმით, სამინისტრო უახლოეს დღეებში შენობაში სარეაბილიტაციო სამუშაოებს დაიწყებს. საცხოვრებელი ფართები კი იმ დევნილებს გადაეცემათ, რომლებიც საცხოვრებელს უკვე 20 წელია ელოდებიან. შესწავლის შედეგად აღმოჩნდა 8 ოჯახს ნამდვილად არ გააჩნია საცხოვრებელი ფართი. შესაბამისად, ჯანდაცვის სამინისტრომ იზრუნა გამოყო მოძებნა ალტერნატიული ფართი აღნიშნული 8 ოჯახისთვის. სოციალურად დაუცველების გასახლება დღეს ადგილზე გააპროტესტეს უფლებადამცველებმა და ქართული დასის ლიდერმა. დევნილებს უნდა გადასცენეს საცხოვრებელი ბინა. უზნეობაა სხვისი უბედურების ხარჯზე სხვისი ბედნიერების მოწყობა. კანონიერი საფუძველი არ არსებობს, რომ დღეს მოხდეს ამ ხალხის გასახლება. რადგან დღემდე არ არის ცნობილი ამ შენობის მეპატრონის ვინაობა. კი გვაქვს ინფორმაცია, რომ გადაეცა ტოლულთა სამინისტროს, მაგრამ ეს დადასტურებული არ არის. ამ განცხადებებს დღის მეორე ნახევარში დევნილთა და განსახლების მინისტრმა უპასუხა. დავით დარახველიძის თქმით, მე-13 საჯარო სკოლაში მცხოვრები 26 ოჯახი სახელმწიფომ შეისწავლა. დარახველიძე ამტკიცებს, რომ 18 ოჯახს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში საცხოვრებელი ფართები აქვს და სახელმწიფო მათ დაკმაყოფილებას არ აპირებს. გვეცოდება ის ადამიანები, რომლებიც უკანონოდ თვითნებურად შეიჭრენ ამ ობიექტებში, მაგრამ აქვე უნდა ვთქვა, რომელთა შორისაც მრავლად არიან ისეთები, ვინც არ იმსახურებს თანაგზნობას, იმის გამო, რომ შესწავლის მასალებით გინდება, რომ მათ აქვთ ზოგს რამდენიმე ადგილზე ასეთნაირად დაკავებული ფართები, რაღაც ფორმით ეს ბიზნესად აქციეს, ზოგიერთ მათგანს აქვს საკუთრება, ბევრ მათგანს აქვს სახლი არა თბილისში. დარჩენილ 8 ოჯახს კი, რომლებსაც საცხოვრებელი ფართები არ გააჩნია, ჯანდაცვის სამინისტრომ კოჯორში ალტერნატიული ფართი შესთავაზა. ვითხრეს უნდა გადაგიყვანოთ კოჯორში და გვაქვს იმედი მინისტრისა, რომ ამ გადაწყვეტილებას არ შეცვლის და მართლა ქუჩაში აღარ ამოყოფ თავს ბოლობდე და დენდობი ამ ყველაფერს. თუ ამაინდამს ამ შენობას დაიკლავენ თავს და ეს შენობა უნდა კი ბატონო გქონდეთ და გადაგვიყვანოთ ჩვენ სხვა ფართებში. მაგას იმედი გვაქვს, რომ გადაგვიყვანენ. სოციალურად დაუცველების გასახლების ფაქტს დღეს სახალხო დამცველიც გამოეხმაურა. თავი არის, რომ პოლიტიკა არსებობდეს ქვეყანაში, რომელიც სოციალურად დაუცველ პირებს დაიცავს. საჯარო სკოლის შენობიდან გასახლებული 18 ოჯახი კი მთავრობის კანცელარიასთან საპროტესტო აქციებით იმუქრება. და ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ შენობიდან გასახლებულ 18 ოჯახს დროებით ისანში გამოუყოფენ ფართებს. წინასწარი ცნობით, სოციალურად დაუცველები ამ წინადადებას უკვე დათანხმდნენ.